გოდერძი ჩოხელს ერთხელ ასეთი რამ აქვს ნათქვამი, რომ მთელი დედამიწა არის წიგნი, ხოლო ჩვენ თითოეული ადამიანი ვართ სათითაო მოთხრობაო. რაკი გამოდის, რომ ყველა ადამიანი ასე არის მოსიარულე მოთხრობა ირგვლივ, დავიწყე საინტერესო და უცნაური მოქნილი ფრაზების შეგროვება, რომელსაც ჩემი გარშემომყოფებისგან გავიგონებდი ხოლმე. აი, ერთი ადამიანს შევხვდი მე და უნდა ეთქვა, რომ ის ადამიანი ძალიან ტრადიციულიაო. და ესე უცნაურად გარდათქვა ეს ფრაზა. ეს ადამიანი ტრადიციის ძუძუნაწოვი ადამიანიაო. დღეს 14 წლის თელაվել მწერალს ერიკლე ბეჟუაშვილს გაგაცნობთ, რომელმაც გამოსცა წიგნი სახელწოდებით ტიბეტური საგანძური და მალე ჰაიკუებისა და ტანკების კრებულსაც შემოგთავაზებს. ჩემი პირველი წიგნები გახლდათ ჟიულ ვერნის და ჯონ რონალდ რუელ ტოლკინის წიგნები. თავიდანვე დიდი იყო ჩემი ინტერესი ამ ჟანრის მიმართ და 12 წლის ასაკში მე გადავწყვიტე, რომ თავადაც დამეწერა მსგავსი წიგნი. წიგნის სახელი ტიბეტური საგანძურია. მოქმედება ხდება ვიქტორიანულ ეპოქაში. ტიბეტი საქართველოსთან ძალიან დიდი და მსხვილი ძაფითაა გადაბმული. ჯერ კიდევ რუსთველმა ახსენა მე-12 საუკუნეში ტიბეტი და საზოგადოდ ჩინეთი ხატაეთის სახით და იქვე დასძინა, რომ ის მხარე საკმაოდ მდიდარია თავისი კულტურით, აბრეშუმით და ასე შემდეგ. ლიტერატურა ფასობს იმით, თუ რამდენად ალეგორიულადაა გადმოცემული მასში აზრი. ჩემს წიგნშიც ვეცადე, რომ შემენიღბა ჩემი მთავარი სათქმელი ტიბეტით შევნიღბე ჩვენი საქართველო. იმის მიუხედავად, რომ წიგნში საერთოდ არაა ნახსენები საქართველო გაყვრითაც კი, ყველგან რა თქმა უნდა ჩვენი დედა სამშობლო იგულისხმება. როგორც ცნობილია ჩარლი ჩაპლინის სიტყვები, ყველაზე მეტად დაკარგულია ის დღე, როდესაც ჩვენ არ ვიღიმით. უკვე ნათელი და ცხადია, რომ სიბრძნე უმაღლესი ხშირად არის იუმორი. თვებით ადრე დავაანონსე, რომ ამ წიგნზე გაჩერებას არ ვაპირებდი, გამოვცემდი ჩემი ლექსების, მოთხრობების, ჩანაწერების და იაპონური პოეზიის, ანუ ქართული ჰაიკუებისა და პროზაული ტანკების გამოშვებას. და ეს ერთმა ქალმა რომ მოისმინა, მოვიდა ჩემთან შეცხადებით და შვილო, რადგან ამ ტანკების გამოშვება ომი და უბედურება, ისევ შენ საქმეს მიხედე და ემსახურე სამშობლოს. სკოლაში გამორჩეულად მიყვარს ქართული ისტორია და საბუნებისმეტყველო საგნები. თავისუფალ დროს უკრავ ფორტეპიანოზე, ვაგროვებ მსოფლიოს ხალხთა მონეტებსა და კუპიურებს და მაქვს დაფუძნებული აზროვნების კლუბი, სადაც ჩემს თანატოლებს დიდი სიამოვნებითა და ინტერესით ხვდები. უფალო შორით გასტყორცნებნელი და სანთელივით ამაგიზგიზე, რომ ოდეს ქსურდეს წყვდიაც აღუდგე, თეთრ ცხენს მოვაჯდე ხმლით უნაგირზე. ტრებს რომ სიკეთით ცოდვა შევუნდეთ, პასუხად კეფას მივიღეთ წიხლი. ერის მამას რომ ტყვია ესროლეს, თელ საქართველოს მოსდინდა სისხლი.